გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? გადავწყვეტე ცხოვრებაში პირველად გამომეწერა თემუდან რაღაცეები და ერთად დავა unboxing-ოთ, რა თქმა უნდა, ჩემი ქმარი ბექა იგივე სლენდერად ამეხმარება. გამარჯობა. მომაწვდეს ხოლმე რაღაცეებს და ნუ აქ ტელეფონი მაქვს და ვნახავ დაახლოებით ფასებს. ნახოთ რაში გადაყარა ფული. და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს არხზე. იმედია მოგეწონებათ ესეთი ვიდეოები და კიდევ გამოვიწერ სხვადასხვა რაღაცებს და ერთად დავა unboxing-ებთ. ცოტა ნერვიულობ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კამერის წინში ვარ და არ ვარ მიჩვეული და ძალიან უხერხულოდ ვარ და ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ ჯერჯერობით თავს და ვეჩვევი შეჩვევის პროცესში ვარ. პირველი აიტემი ავიღოთ? აიღო თავშარმესროლობთ ხოლმე. აუ თავშარმესროლობ. ეგ ძალიან რაღაცა. ეს ხო რამეირია? გაგიტეკეს გოლი. მართლა? ხო, რანაირია ეს? ეს ვაფშე სხვანაირი იყო. ანუ ეს არის იდეაში სემიჭკის ჩასაყრელი რა, კომფორტულად რა ჩაყარობის ასომზე. ეს შემიძლია გავასაჩივრო? ერავია. აუ, დამპლები. ხო, გატეხილია. მია. ასეთი უნდა ყოფილიყო ამოვანეთებ ეკრანზე. ამისე გამთლიანებას რა უნდა კეთი, მაიცა? აჰა, ეგარ. გატეხილია მაინც. ნახე? ესე? კეისთან მოიფროლ და სემიჭკას ჩაღარი და ამაში. პროსტა გატეხილია. მაინც მეწყიდა. დავსკოჩავ. ნუ არა უშავს რა. დემონსტრაციისთვის მზეს უმზირა ხوار მოგიტანოთ. არა, ნახოთ ის. შემდეგი. იმუშავა. ეგ რა არის? კომბინეზონია. ვაუ! აუ პატარა არ მომივიდა, სანს საშინელება არ იყო. აუ მოკლე არ ეს რა. ეგ მოკლე რო არის, ეგეთი სტილია. აი, ესეთია. ჩაიცვალ? მომწონს, კი. მოვა. მეგობრებო. კალოდორმა წონაში მოიმატა ცოტა და არ მასწავლეს. სამოვიწყდა რომ ისეთი გამხდარი აღარ ვარ. ანუ ორსული ხალისხი მაქვს. თორედად ხარისხით კარგია. შესახედავათაც ისე რა, ნორმალურია, უბრალოდ მე არ მიხდება მოკლეა და თან პლუს ძალიან მსუქანი ვარ. კაი, შემდეგი. ეს ჩემი და ტასუნას ხელია. და ძალიან მომწონს, სპეციალურად დავიხატე და ვაპირებ რომ კიდე დავიხატო. და იქიდან მეც აღარაფერს არ დაიხატო. ჩემი ქმარი. კალე ვიცი მე არ დახატული კი არა და როგორც არის. ჩემი ქმარი ყველაფერს მიგძალობს. წავედით, ხო, ადგომა მინდა და ყველაფერს უკრძალავს ქმარი. რანა მუსიკი ძახის პროცესს ამას. აი, შემდეგი, იმედია მალე გამოვიცვლი ამას. ტასუნასია. ტასუნასია? ხო, მაგრამ მეჭვება რომ დიდი ზომა გამოვწერე და პატარა მგონია. არა. მართლა? დიდია. ვაი! იქნება კარგად. არ იქნება დიდი. ძალიან არ არის 12 რა. არ გამომიწერია დიდი ზომა და რანაირად. მე ჩავაცმევ და ვნახავ. ძალიან საყვარელია. მოგეწონა რა ღირდა მე გვანახავდა. აუ, ეგენ დამოვიწოდა ბოდიშით მეგობრებო. დასუმზე ის ჩასაყრელი რომელიც გატეხილი იყო ღირდა 8 ლარი. ეს რაღაცნაირი კომბინეზონი ღირდა 20 ლარამდე და ტასუნას კომბინეზონი ღირდა სადღაც 18 ლარამდე. და გამოვიწერე 12-დან 18 თვემდე და რანაირად არის დიდი. რა ვიცი. 9-დან 12 იყო და. შემდეგი ორეულია რომელიც დარწმუნებული ვარ. იმედები გამიცრუდება. ოუ. თუ ხარისხი არ აქვს ბოქშს, მაგრამ ძალიან გრძელია. ამაშავჯდები. დაიძა, არ ერთი წამ დაგიბრუნდებით მეგობრებო. ხავს რატო ჩამოსდის კარგი და მე რატო ჩამოვდის საშინელება? დაუბრუნდი მეგობრებო. ასე გამოიყურება შარვალდასა და ნუ ეხა, ესე არ უნდა მეცვას, მაგრამ ნუ ხარისხი კარგია რა, მომწონს. ცუდი არ არის. ხო, იმას ჯობია რაც წეღან მეცვა. რა გირდა? ეხლა გეტყვით, დავჯდები თუ შეიძლება. 31-32 ლარი. ხო, ფოტოზე როგორც ჩანს დაახლოებით ისეთია რა. ხარისხი კაია, მომწონს. შემდეგი. ეს განსაკუთრებაა. ნუ ერთხელ დაგვჭირდა და მაგიტო გამოვწერე. პეჭუკა თავია. ეს ერთხელ ტასოს გადაცდა და მაშინ დაგვჭირდა და გადავწყვიტე რომ გამომეწერა. ასე? დემონსტრირებას გაიგეთებთ. ეს ჩემთვის მე თუ გადამსდა ესე მოხვალ ჩემთან და ჩაგარტყავრად მინდა. კაჩავს? აუ, გაცლის კი.
მართლა არა მაგარია. ჭირაღა მარტი. გითი გადავწდეს რამე? არა. არა. კაია მომეწონა შორის. 45 ლარი ღირდა, მომე ჩავალაგო. მომე ამაში ჩავდოთ დროებით არა უშავს. შემდეგი აზელა ვეშავა. სარი. ეს არის თვალის რაღაცა ბზინავი ფანქარი. ნო, დავტესტოთ სადმე. ესეთია და ხელზე? და აი ასე. ხოშორს ძალიან კარგია მომწონს, ანუ კარგი ბზინავი ეფექტი აქვს. ესეთი რაღაცა მისვია ხოლმე თვალზე და ძალიან მომწონს. ამის ფასია სადღაც 4 ლარი და მომწონს. კაი ეფექტი აქვს. ესენი ესეთ აქვს თვალსამკე. ეგენი კონტეინერებია მომე. ალბათ ერთად არის, მაგრამ ნე დავაწყო. ეს არის საწოლის ქვეშ ტანსაცმელები რომ ილაგია ხოლმე კონტეინერი რომ ამასაც ჩავალაგო. თავიდან რამდენიმე მქონდა ჩადებული კალათაში, თუმცა გადავწყვიტე რომ ჯერ მხოლოდ ერთი მეცხადა და მენახა როგორი ზომაა. ვაუ! რა კაია! აუ რა ცუდი ვქენი ვარ გამოვიწერე ბევრი. აუ ცუდია. ნორმალურია. ბევრი არ ჩაეტევა, მაგრამ ცოტა ხო ორგანიზერია რა. ხო, ორგანიზერია. ეს რა არის? ორი ცალი არ მქონდა, ეს ამისია ალბათ. ერთი ცალი მახსოვს მე. ორი ცალი მქონი. რა კაია. ეს საბნების არის, მაგრამ სავარდო თამაში. ასაც მაჩავალაგებ. ან საბნებს ნახოთ. აი? ესეთია. კმაყოფილი ვარ. ცუდი ვქენი რომ იმის მაგივრად ესენი არ გამომიწერე. იმის ფასი იყო 23 ლარი. აი ასეთის. ამ მეორეს ფასი არის 13 ლარი. პატარი 13 ლარი, დიდი 23. კი, და ძალიან კაია. საკმაოდ დიდია და ტევადი. ნუ ეს ფეხსაცმელზე იმედი არ მაქვს რომ კარგი იქნება და როგორ იქნება არ ვიცი. საყრლობა. ოი სხვა. 27 გამოვწერე მეღად. 28. 27 გამოვწერე მე მაგათი, როგორ გავაბრუნო? არ ვიცი. ორი ძალიან დიდებია. არა, კარგად მაგ. ვაუ. მე თქონია, მაგრამ უკვე მაგას ვიცი. ვაზა ადიდასის კლონი და რა ქვია? მაიცა. ოპეიფო ქვია. ამაში ეხა ძალიან ბევრი აწერია ფასი, მაგრამ 11 ლარი გადავიხადე. რაღაც ფასდაკლება იყო. ხო, ძალიან ფასდაკლება იყო და ეხა ძალიან ბევრი აწერია. ნუ ხარისხი რა ვთქვა, ეხა ძალიან გასაგებია. იქნები ჩემი კონკია? არა, მადლობა. ოკეი. როგორი გაიზმანა თემუდან ნახე. რაღაცები მომეწონა, რაღაცები არ მომეწონა და გული დამწყდა. შვენიერია, ხო? ამასაც უხდება. მეგობრებო, მე მაქვს ხვეული თმა. ხუჭუჭა ასე რომ ვთქვათ. თუმცა არ მაქვს ისეთ ფენი, რომ ეს ხუჭუჭები დავიფხე და ამიტომ გამოვწერე. რა მხელა რა გიგანტურია. ეცა აი ზომებზე ერგება, კეთიე ვერ ხედა ზომებზე. არ თო რა მხელა, ანუ ესე უნდა ჩადო მე შენი კულულები და ის ჰაერით ეს ლამაზად ახუჭუჭავებს მოკლედ რა და ძალიან მინდა და მაინტერესებდა. ნუ იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც კაია. ეს ღირდა 24 ლარი დაახლოებით. შემდეგი? ეს არის ზედაქვედა. წესით. არა! ამ კაბაზე ძალიან მეეჭვება. და კამერით წავერჩავთ და დაგიბრუნდებით. კამერას გავუკეთებ და ლამაზად გამორჩა. ანუ ეს დაბლა ესეთი ლამაზი დეტალი აქვს და აქ უნდა გაიკეთო კამერა და ლამაზად ჩანს, მაგრამ ძალიან დიდია რა ბებია ჩემის ხელა. რა, ემის ზომები გამოვიწერე და ყველაფერი გიგანტური რატომოს. ანუ მეგობრებო, უნდა ყოფილიყო აი ასეთი. ეგეთია. 28 ლარი. ეგეთია. ფაიქ მაგაზინი. კი, ვინც ახლა უყურებთ და აქამდე არ დაგილაიქებიათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ კეთის არხი ძალიან გამიხარდება, კი და კეთის გაუხარდება. ძალიან გამიხარდება მეგობრებო. დიახ. სანამ 3 საათი იცვავს ერთ პატარა რაღაცას. თოგინო მშვენიერია. ზონკაია. მთლიან არ ჩანს, მაგრამ არა უშავს. ხო ეს დეტალები აქვს თუ ჩანს არ ვიცი. მომწონს, კარგია. ლამაზია. უხდება ფეხსაცმელსაც მე მგონი. ნუ ამ ფეხსაცმელს დიდად არა, მაგრამ ეგ ნორმალურია, ხო? ძალიან კარგია. ცოტა ისეთი მეგონა რომ ძალიან დიდი ჩანდა. ეს ღირდა სადღაც 28 ლარი. აბარა. შემდეგი. ეს არის ზედაქვედა, როგორც მახსოვს. რომლის ფასიც არის სადღაც 40 ლარი, 39 ლარი რა. ნახოთ.
იმედები არ გამიცრუვდება. ოჰო, ყველაფერი დიდი შეხედულება რატო აქვს? არა, საყვარელია. აუ, ნახეთ რა კაია. რახან ტოპია? ტოპი არ არის თავშარვალი. ნახეთ. ესეთია და ეს ცოტა დიდი შარვალი. რატოა ეს შარვალი? ხუნა, კეთი. წნერია. დაბალი ვარ და მიხდებს პროფესია. დაბალია, არ ხარ დაბალი. ხარ, მაგრამ იგი დაბალია. ნიუთი, რომელიც ძალიან გრძელი მაქვს. მეტრეო ფეხი. ეს იმიტომ რომ დაბალი ვარ, მეგობრებო. ამაში გადავიხადე როგორც თქვი, სადღაც 39-40 ლარი. არც აქეთ, არც იქით. ნუ ხარისხი კარგია. ბევრი ტყურა ცუდია. ნორმალური ხარისხია. უბრალოდ რახამ დაბალი ვარ, ძალიან გრძელია და რაღაცა ესეთია. შესაძლებელი არ ხარ. ანუ იმიტომ რომ ძალიან გრძელია. და ბოლო ნიუთი არის თვალის ფანქარი. ამ თვალის ფანქარში გადავიხადე 3 ლარი და უნდა იყოს სადღაცა აი ესეთი ეფექტის. ესეთია. და ეხლა განახებთ ხელზე როგორია. აუ, რა კაია ეს ლაინერად მადგებოდა რომ არ გატეხილიყო ჩემო მეგობრებო. გადყდა? დიახ. თავი მოტყდა. თავი მოტყდა. ხო, აი ასეთია. თუ ჩანს. დაახატა თვალები ჩვენიერი. არა, კაია მომწონს ლაინერის ეფექტია და გამომადგება. თან აქ მიყვარს COVID წასმა ძალიან და შემეზე ლამაზი იქნება. უფრო უკეთესი იქნებოდა რომ არ გატეხილიყო. მეგობრებო, ეს არის ჩემი ბოლო ნივთი. გადავიხადე სადღაც ამ ყველაფერში 300 ლარამდე, 200 რაღაცა ლარი, არ მახსოვს ზუსტად. კმაყოფილი ვარ თუ არა, რა ვთქვა, ისე რა. პირველი შენაძენისთვის ალბათ არა უშავრს. პირველად გამოვწერე ცხოვრებაში, ანუ საერთოდ სხვა საიტებიდანაც არ ვიწერდა. ჩემი პირველი შენაძენია ესე. საბოლოოდ ჩემი შეფასება არის ნორმალური. იმედია მოგეწონათ და თუ მოგეწონათ, კიდევ გადავიღებ მსგავს ვიდეოებს და გამოვიწერ რაღაცებს, ოღონდ უფრო საინტერესო და ჩემ ზომებს ალბათ. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ეს არხი და დაგიბრუნდებით შემდეგში. მიყვარხართ კარგად.